გამარჯობათ. მოგესალმებათ მაიას სალონთან ერთად და დღეს რაღაცა განსაკუთრებით საზეიმო დღე გვაქვს, მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე ვილაპარაკებ. სანამ საზეიმოზე და ილაპარაკებ. მოიცა. მე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რატომ ვარ ასეთი ჩაცმული. მე მგონი ძალიან ამოვარდნილი ვარ კონტექსტიდან, იმიტომ რომ ეს არის დღის შოუს სალონი და რაღაც გაურკვეველი კაბა მაცვია. არა, ჩავარდნილი ხარ. ადექი და ყველაფერი ხდება რაც გაჩვია. მაინც ვერ ადექი რას ნიშნავს? როგორ ვერ მივხვდები საცეკვაო პაში ასრულე და ყველა მიხვდა. კარგით, მოკლედ ეს ის კაბაა, რომლითაც მე გავხსენი ნახე როგორი კადრი მიცეს თანაჩენ ვარსკვლავებისა, იქ ცეკვავდი ტანგოს და სწორედ ეს კაბა შემომრჩა როგორც ისტორიული რელიკვია. დღეს გამოვიღე, იმიტომ რომ დღეს იწყება რა, მე-6 სეზონი და სანამ ამ ყველაფერს იტყოდი არ ჯობდა ჯერ გვაკლია ადამიანი და შემოგვეპატიჟებინა? გვაკლია. არა, არ გვაკლია. კი არ გვაკლია. ის ჩვენთან არის ოღონდ დღეიდან სხვა ამპლუაში მოგვევლინება. მაყურებელი კი არა, მეც კი სხვა თვალით უყურებ უკვე კეტრინს. აი, ჩვენი ძალიან ლამაზი გოგო. მე მინდოდა სულ მუსიკაზე შემოსულიყავი. გადი უკან. პრობლემა. გადი, მაშასე. ჩოდა ესე რა. ეკა ამირეჯი. ბრავო ეკა. მაყურებელს შევახსენებ რომ ბრავო. ის დღის საათებში იმუშავებს დღის შოუში როგორც ჩვეულებრივი სტანდარტული წამყვანი, ხოლო ორშაბათს სტანდარტული ვარ ვიცი. ნანის შოუს. კარგი. საღამოს კი იცეკვებს ყოველ ორშაბათს ცეკვავენ ვარსკვლავაში პრინცესად გადაიქცევა ყოველ 12 საათზე. კვახიდან გაუკეთდება მას. ისე გავს უკვე პრინცესას მე მგონი დღესვე. და რა მაინტერესებს იცი? აბა. ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. ხარ წამყვანი, ხარ მსახიობი, ხარ მომღერალი, ახლაც ესეთი ადამიანი ერთადერთი მახსოვს ქართულ სივრცეში და ისიც დღეს გვეწევა ზუსტად. არა, იმას რამ გადაგაწყვეტინა? იმას მე ჯერ ძალიან ჩამოვშები. ნუ ეხლა შენ ასაკში სხვაობა გაქვს და იქამდე რომ მიხვალ ესე თუ განაგრძობ, ალბათ ყველა გადაასწრე. შეზე რო იტყვია რომ უთოს ჩავთავდა. და მართლა მაინტერესებს კეტრინა, ოღონდ მართლა, აი ესე ადვილად დათანხმდი, ანუ რაღაცა და ისა დადებითი უარყოფითი არაფერი არ შეიძლება? აბა. დათანხმდა. რატო? მოლაპარაკება იყო მეგობრებო და საიდუმლო არ გათქვა გოგო? 1-2 კვირა მე ვერავინ ვერ გაიგებს თანხმდება, არ თანხმდება, არ თანხმდება. და ამასობაში აღმოჩნდა რომ ის დათანხმდა ხოლმე, იმიტომ რომ კარგი ჩრდილები იქნება საგრიმიოროში. ეგ რა თქმა უნდა, ის არის რა ქვია, ხუმრობს ახლა. ანუ ვუპასუხო, ისე აბა რა უნდა გაბარა, დღეს სტუმარი ხარ შენ ჩვენი. არა, ადვილად არ დავთანხმდი. არა, ადვილად არ დავთანხმდი, თან რაღაცა ანუ რა ვიცი კონკურსის პრინციპი ზოგადად არ მხიბლავს ხოლმე და ერთხელ რატომ მებრძოლი არ ხარ? ხონდა ეგ ცხოვრებაში და მე მაშინ ვთქვი რომ არა დიდი მადლობა თქვენ დარჩით მე უთქო მაგრამ და მაინც არის დღეს ხო ანუ ცეკვა ძალიან მიყვარდა მეგონა რომ მიყვარდა ყოველ შემთხვევაში ამ პროექტამდე მაგრამ არასდროს ესე არ მივიდა არც ცეკვაზე არანაირ ცეკვაზე არ მივიდა არასდროს მაგრამ ნუ ესე წაცეკვება და რაღაცა ძალიან სიამოვნებდა და დღესაც ესეა მაგრამ ახლა წაცეკვება მე შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში რომ ცოტა აი ჩალურჯებული და რაღაცები არა სხვადასხვა ყველა მონაწილეს აქვს ეს განცდა ნუ რაღაც წაცეკვა რა ცეკვას რა უნდა ხო ეგ აბსოლუტურად სხვა რაღაცა ხო მე სრულიად არასერიოზულია ეგ განცხადება ეხლა რომ წაცეკვებას რა უნდა კი არა ყოველი შემდეგი მონაწილე ვინ ჩემო პირველი ეს ვკითხო გეგონა ესეთი რთული ეს რასაც არა მოძრაობდე კარგად და დაბადების დღეზე ცეკვავდე და გონია ამაზე ეგ სხვა არის ცოტა შრომა მაგრამ ყველაზე ცუდად რაც მახსოვს ანუ ყველაზე სტრესული რაც იყო ჩემთვის არც რეპეტიცია არ იყო სტრესული არც ცეკვა არც ცუდი კომენტარის მოსმენა ვთქვათ და არც ცუდი ქულები ყველაზე რთული იყო ჩემთვის აი კულისების რაღაც შავ ფარდასთან რო დგეხარ და მამაკაცის ეს იყო ყველასთვის ძალიან სტრესული ნანიკო ხაზარაძე და გონია რომ ეშახოძე მიყავ ხარ და აი აქ რა ხდება იცი მწვანე ბურთულები გამოგდის თვალებში პულსაცია გაქვს სადღაც 700 და როგორც ცეკვავ არ გახსოვს. პირდაპირ ხიზლდები, ჩერტკოები რო იწყებს არა, კარგი ამ სტრესში ხარ ბერად ზეწოლას უკეთებ არა, არა, ერთ რამეს გეტყვი. მე რომ ცოდნოდა რომ მწვანები გამომივა თვალებში, მზად ვიქნებოდი აი ამ სტრესს. ასე რომ იქნება ვარდისფერი გამომივა. იქნება არ ინერვიულოს, ნუ აშინებს წინასწარ რა. არ არსებობს. აქეთ ჩემზე მოახდინე ესე იგი მთელი კონცენტრირება და გაგვიე. კეტრინ მოიხედე მე მიყურე
ესე თვალებში, აი ესე. მიყურე. მითხარი, შენ ისი გეშინია ყველაზე მეტად აი ამ პროექტში. გავაგრძელე, მაგრამ აქეთ ნანიკოს აღარ შეხედა. მე მეშინია იმის, რომ არ დამავიწყდეს, რომ სიამოვნება მივიღო და ძალიან ზედმეტი პასუხისმგებლობები არ ჩავრთო, იმიტომ რომ ახასიათებს ეგრე, რომ ვისიამოვნო. და რა გიხარია ყველაზე მეტად ამ პროექტში? მიხარია რომ ყავს ბოდეშე. მიხარია რომ ყავს ფანტასტიკური მეწყვილე. ოღონდ ერთი წამი ერთ რაღაცას ვიტყვი თქვენის ნებართვით. ყველა მეწყვილე ხო თავის მეწყვილეზე ამბობს რომ აი მე რომ ყავს ეგეთი არავინ არ არის და მე ისეთი ამაყი ვარ რომ ჩემი მეწყვილე რომ შემოდის საცეკვაო თუ სარეპეტიციო დარბაზში ყველა სხვა წყვილები აი ეს რაღაცა სხვანაირი სიხარულით ხდებიან, იმიტომ რომ ყველაზე როგორც პროფესიონალი. პროფესიონალსაც და როგორც ადამიანსაც, რომელიც ყველას ეხმარება, არ აქვს მნიშვნელობა კონკურენტი, წყვილი, რაღაც სხვა ცეკვას მეცადინეობს რაღაცა. აი ეს ძალიან დიდი რისებაზე მეტყველებს გიორგი არა, გიორგი ჩინჩალაძეს არსებობს ასეთი. და ამას მარტო მე არ ვამბობ, სხვა წყვილებიც აღიარებენ და მე ვგრძნობ ამას და ძალიან მაგარი შეგრძნება. ნუ ერთი-ორად დავინტრიგდი. ხო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ეხა ამდენი მარტო შენ გალაპარაკოთ ჩემს. რა თქმა უნდა, აი შენ დღეიდან ხარ ჩვენთვის ერთ-ერთი წყვილი, რომელსაც უნდა უგულმაშატკი. დღეს განსაკუთრებით ფლატეგრეც არ გინდათ ეხლა. აი რთულ სიტყვებს ნუ იტყვი მაინც. დღეს. მარტო დღეს. კარგი. სხვა დღეებში არ დაგავიწყდეს შენი მოვალეობა. არა, რასამ. მინდა მოვიწყებს აგერ. რაღაცა შენი გამოცდილებაც რომ გაუზიარო თუნდაც. მეტი რაღა უნდა გამიზიარო, გურთულები გამოდისო და დავარდებიო სცენაზე. ვანდით მე ის ცეკვა მე მახსოვრება ალბათ სიკვდილის წუთამდე, იმიტომ რომ რაც მე იმაზე ვივარჯიშე ალბათ ის მოძრაობები არასდროს არ ამოვა ჩემი მეხსიერებიდან. რა ვქნა, აი ესე გემახსოვრება მთელი ცხოვრება. ახლა კი მინდა კიდევ ერთი ჩემი კოლეგა, ისევ ტელეწამყვანი, რომელიც უთულშიც ჩანს, ეხლა უკვე ყოველ შაბათს რომ მე უნდა მეთქვა. აი, ერთად, 1, 2 და 3. დუტა სხირტლაძე. არა, ცანცარან. ნანიკო, უხოშიც ჩანს უნდა მეთქვა, დუტა კი არ უნდა მეთქვა. დუტა, ყველაფერში გამოშვა. შეგიტარებს ეხლა დაჯექი, მე ვიცი რაც მექნება კაცო. გია დაგენიზლავთ, ორივეს დაგირეკავთ ხვალ დილას. არ მე გეტყვი ახლა. მივესალმები ჯერ უპირველეს ყოვლისა დღის შოუს მაყურებელს, გამარჯობა. დღეს რთული დღე გვაქვს, ცოტა ნერვიულები ვართ, მაგრამ არა უშავს. საერთოდ როგორი შეგრძნება დამეუფლა ისი დღეს? ყალი გინდა? არა ჯერ. დღეს ვუსმინე შენს ინტერვიუს და მინდა იგივე ჩვეულებრივ აი წინა საპრემიერო ველვა მაქვს, არ მძინავს, როგორც არ მძინავს ხოლმე სპექტაკლის პრემიერის წინა დღეს. ნერვიულო. აბსოლუტურად იგივე შეგრძნება. ხო, მაგრამ მობილიზაცია გაქვს ალბათ აი მობილიზება სრული. ხო, მაგრამ მაყურებელმა იცის ალბათ და კიდე შევახსენოთ რომ მით უმეტეს ეხლა ფიზიკური დატვირთვაც საჭიროა, ხო? სპექტაკლზე მაინც ფიზიკური დატვირთვა არა გაქვს. არ მეგონა რომ ესეთი რთული სპორტი. აი, რა საკვირველია. მაგრამ მე რა მაინტერესებს დუტა? შენ თეატრალური გაქვს. სხვანაირად. ხო. არა, სხვა არის. თეატრალური ძელთანაც ხო, იყავი, ხო, ეგ უნდა მე. კლასიკაც გავლილი გვაქვს, ყველაფერი გავლილი მაქვს. და შეჩვეული ხარ ამ შიდა სამზარეულოს ამდენი ხანი მიყავდა ეს პროექტი, მაგრამ მაინც არაფერი. სამეჯლისო ცეკვა არ არის ცეკვა მარტო. ეს არის ურთულესი სპორტი, სადაც აი როგორც ცურვაში ყველა კუნთი მუშაობს. დუტა, ქონდა განცდა, აი რაც მე ვთქვი თუ მისმენდი. რო სანამ რეპეტიციებს დავიწყებდი, ნუ რა უნდა ცეკვას, ცოტა ეს განცდა მქონდა, რომ რა უნდა. ქონდა ხო იგივე? რა პლასტიკა. პლასტიკური გონია შენ. თავი რომ პლასტიკაში რაღაც გამომდის რაღაც. სადა ბანაო. აზე მოდი ხინძე. ფრეიმ გაქვს, უკვე ფრეიმ. ვაიმე, ეხლა გოჩასავით ნუ დამიწყე, ეხლა ნანიკო, ეხლა გაჩერდი. ნახეთ ტელევიზორში დღეს დილას. კი, მე რა ქვია, არ ვიტყვი, ნუ რაღაცა. აი ესა ხო გაქვს გამოცდილება, აი ცეკვავდი, ხო? ადრე ვიცებთ მე ტიპში უნდა ნანკამ. არც ისე ცუდი არ იყო, მეოთხე სეზონია მე მგონი, ხო? საკმაოდ კარგი ნომერი გამოვიდა. ახლა მან ვარ 96 კილო და ეხლა ვარ 87. სეზონის ბოლოს იქნები 54. არა, სანამ დაიწყებოდა 9 კილო დავიკიდე. უკვე რეპეტიციის გამო, ხო? თუ რეპეტიცია და ნუ დიეტაც და ცოტა დამსუბუქდი. ვაიმე, ხო არ შევიდე, ლანდი გამდის. ლანდი გამდის. გავხდომის ამაა. აი რომ ვერ წარმოგიდგენია ისეთი ვარ. ამ ხალხს მე ვაკელი ვარ, ეხლა კიდე ამ. დუტა, ისე ესეთი ჩაფიქრებული სერიოზული დიდი ხანია არ მინახე ხარ. მე მგონი მარტო ან დაღლილი ხარ, ძალიან თვალსაჩინო რთულია. აი ზუსტად იგივე რაც ეკამ თქვა, ეს პასუხისგებლობის შეგრძნება რა ქვია? ნერვიულო. არსებობს და არა, ცხადია ინერვიულებს. ნერვიულო და ზუსტად იგივე ვიტყოდი რაც ეკამ თქვა, რომ ჩემმა კონკურენტმა. დიახ, აწუკვე.
ხო. ჯერ არ ხართ, ბევრი რამდენიმე საათი. ხელი გაწი კონკურენტო. რამდენიმე საათი გაშორეთ თუმცა შენ იყავი აი ცოტა სიამოვნება უნდა მიიღო, თან მივიხარ ტანგოს ეკვა. ტანგო ნუ ნახეთ. რა მაგარია. ამიტომ ჩავიცი ტანგოს ხაბარი. გამართლება, ეხლა პირველივე მაგდენი იმპროვიზაციის უნარი ჯერ არ მაქვს. ჯერ ვიცი, ჩემი სათითაო ნაბიჯი სათითაო მოტრიალება თავის ხელი სადმე ხარი როგორც ცხოვრებას ეგრე ვერ უყურებ ხო ჯერ არა რა საპა ტანგოზე ხო ნათქვამია რა როგორც ცხოვრება და ხო და აი ეგ მინდა რომ ვიცხოვრო იქ მუსიკას ვინ გიქმნის ამ კომფორტს ვინ არის შენი მეწვეული კაი გოგო ძალიან მაგარი გოგოა ხო ზია ორველაშვილი სუპერ მრავალ გზის ჩემპიონი თან კარგი გოგო კი 50-ელშია ხო აწევა ხო არ გიჭირს მუსიკას ცოტა აზიდვა არა კაკრას ეგრეთ წოდებული პანჯეშკები არ მოჭირს და რატო აბა უხსენი მაღურებელს ყველა ჯანი მაქვს რა ჯანზე არა კარგი კარგად საერთოდ პანჯეშკარი პარტნიორზე დამოკიდებული თუ ის კარგად შეგახსენე ეხლა უნდა გამოგცადოთ რა აი კეტრინს თუ დაიჭირო გვანახე ერთი რო იტრაბახე ამდენი კარგად გამომდისო დიახ არა უნდა შეგახტეს ეგ არის კონკურენტი ვარ ბიჭო კონკურენტი მე მგონი კარგად როგორი ის ის იმას რო აკეთებდით ეხლა პოდიუმზე აპირებთ მაინც და მაინც და გადადით რამე არ გადაგიყაროთ დეკორაცია გადადით მე ჭიმაქრო ფეხსაცმელი ჯობია რომ არ იყოს აჰა გაიხადა ხო აბა ის ფეხსაცმელია დამატრიალებ არა პირდაპირ ეგრევე ხო აბა ვიდე აბა ბრავო ბრავო რაღაცა გამოვიდა. თუ აქ ცოტა თეძო უნდა აყოლო და მთელი ამბები უნდა, მაგრამ არა, მაინც მაგარი ხარ, ასე თუ ისე. თეძოს მე ვაყოლებ ჩემ პარტნიორთან გენაცვალე რა. არა, ნუ შეხვედრა თეძოს მე რა ვაყოლებ. უკეთია ამას ხომ მნიშვნელობაა ყველა. ხო, და თან მეშინია, იმიტომ რომ დანგრეულია ისედაც და ხელი არ მინდა ვაწყალიკნები. თუთა ეს ლოგიკური კითხვა მიჩნდება, შენ რო გადაინაცვლე კულისებში, უთოში ვინ უნდა დავინახოთ ყოველ შაბათს. ვინ იქნება წამყვანი? მიდი შენ წარადგინე. მაშ ასე უთოში დღეიდან არა იმას უთომდე ბევრი აკლია კიდე კარგი ბიჭი არა კლია არა ყველაზე მაგარი ადამიანი დედამიწის ზურგზე მისი სტუდენტობის წლებიდან ძალიან მიყვარს ეს არის კახა კინწურაშვილი და ძალიან კარგი ტელეწამყვანია ძალიან მაგარი შოუმენია ოღონდ ყველაზე მაგარი არტისტია გამარჯობა და კიდევ ერთი რაც დავინახე მასში თეატრში ვაფასებთ ხო შენი წყალი და შენი მადლი გადასხმული მაგრამ ძალიან დასაწევი ხარ ძალიან მოწესრიგებული ადამიანია ის ბეროთ უფრო ადრე მოვიდა ვიდრე მას ევალებოდა და ეს კიდე ჩემს ვიდრე ზოგ-ზოგი ერთები ნუ ზოგ-ზოგი ერთები ბრავო ვარჯიშობს კახა იზამესე კახა მოდი შეჯიბრება კახა არა არ ვეჯიბრები უბრალოდ თუ ამწევს ვაიმე ბარა ბიჭებო ხელი აწევაზე ბევრი გივარჯიშია ეგ არის წამცა კახა კარგია წამყვანობა დუტას მერე ერთადაც ყოფილ ვართ რა ნანი არა სხვარი ერთად ხართ სხვარი რო მართლა ძალიან მაგარი წამყვანი ხარ სხვა პროექტში მიყურები ხარ სხვა არხზე და ძალიან მაგარი მე ძალიან დიდი შემატკივარი ვარ შენი დიდი მადლობა ნაწილობრივ შენს ნიხათრით უყურებდი ხოლმე მაგ პროექტს იმდენად მომწონდი დიდი მადლობა რა ვთქვა აღარ ვიცი შენ ხათრითაც მონაწილეობდი შეიძლება წავიდე კაი ბიჭი არა ჯერ ეხლა დაიწყო ეს ჯერ კაი თავისთავად თუ უყურებდი ამ პროექტს სანამ შენ ესე ჩაერთვებოდი თუ მოგწონს ეს პროექტი კი ნუ თავიდანვე ვიყავი ხო ამ პროექტში მე მგონი პირველი სეზონი იყო მე მეორე სეზონში არ ვიყავი რომელი ბანკი იყო ისიც კი მახსოვს მეც მახსოვს მაგრამ არ ვიძახი ახლა თუ მე მაგალითად ამასაც წავრი გოგო მაინც ეგება და ეიპო მე პაუზა იყო მე კიდე რაღაც დავბრუნდი მე კიდე პაუზა და ეხა კიდე დავბრუნდი და მოკლედ ესე რაღაცნაირად ამ პროექტში ხარ ხო მივდივარ მოვდივარ და აი ნახოთ რა ძალიან მომწონს მონაწილეები ძალიან კარგი როგორც ამბობენ არასწორია იცი რა ბედნიერი ხარ რომ იყავს კაი პროექტზე მე ვიყავ რეკლამის დროა შენ გეყოლება არაჩვეულებრივი თანაწამყვანი რომელიც რეკლამის შემდეგ შემოგვერთება თუ ვინ იქნება შეიძლება იცით მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიტყვით მოკლედ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში მე-6 ეპიკური სეზონი ვარსკვლავებთან ერთად ეპიკური ძალიან მაგარი აი ასე დუტას შემოხტომით ვაგზავნებ გადაცემას დაუდგრომელი დუტაც გარეთაც ვარჯიშობდა ახლა
და ერთი სული მაქვს, იმიტომ რომ ამ გოგოზე ვგიჟდები, ვაფრენ და აი მე დაგასწარეთ სულ ყველას რომ წარვადგინო. ესე იგი უცვლელი წამყვანი, ულამაზესი გოგო და მაგარი მსახიობი ნანკა კალათაძეშვილი. ნუ აი ამუსიკაზე შენებრია ოჯახში ხარ ისევ და ძალიან მიხარია რომ ხარ. მამას წინალიო. მიდი რომ ერთად აგრიქვათ როგორც აკლიათ ერთად აღქმა და ხო მოდი არა თუ აღარ არის თქვენ თუ აღარ არის თქვენ დუდა მოეჭვიანობ დედა რაღა ვაიმე ჩაკ ცოტა სენდვიჩი ხარ დამემსგავს მოგვივარდებიან მამაკა კარგი მოდით გადავიდეთ ახლა ისევ საქმეზე ვინსად გახართ ნანკა ვის გასაკეთებთ რა საქმიანობთ რომელი ოთახში ხართ რომელი წამყვანი ხართ მოგიწევთ ახლა დეტალურად გავართ თავიდან რა თქმა უნდა სამივე ვართ სცენაზე მე ჩვენი მშვენიერი და ულამაზესი და სამივე მესამე დუდა აღარ არის ხალხო მაინც გაგახსენეთ რომელიც კახა კინძურაშვილი იქნება ამ სეზონზე კახა იყო მეორე სეზონზე მანიკა ეხლა არის მანიკა კახა ან დაგვაბნია ბოლომდე დავიღე მანიკას ალბათ დილა ქონდა ანუ მანიკა იქნება ოთახში ხო მანიკას თქვენ მუშაობთ ერთად კი იმიტომ რომ მანიკას გვერდზე რომ დავდექით ცოტა არ იყო და ძალიან დაბალი გამოჩნდა თვითონ და თვითონ ძალიან მაღალი აი ხო არის ძალიან ლამაზი ოქონდა საოცრად მაგესალმები დაგეკი მანიკა მე და თუ და პერიოდულად რომ შეგეშალოს და ხა დაგოკლე ხი მანიკას გვერდზე არა როგორ იქნება რეკლამას არ გახვიდე უცებ რაღაც ცეკვა არ მოხდა მაღალი გოგოები და საერთოდ არ ვგზნობ სუდად თავს მაღალ გოგოებთან არც დაბლებთან და არც საშუალოებთან არა შენზე სამივე ხო ვთქვი ახლა გაარკვიე შენ რომელი ხარ უკვე მომწონს თქვენი დუეტი შეხმარება მის ჩანს უკვე დარწმუნებული ვარ წყვილებთან მიმართებაშიც კარგი იქნებით კარგი იქნება ეს სეზონი პროექტზე გითხარით რამე კარგით გავიგეთ რომ ერთად ჩალიჩობს რომ თითები მოაყოლო მაინც სამწარდეს ხო ზოგადად მე და კონკურენტთან დამშვეს მაინდა-მაინც. ასე კიდე დაგისვათ შუაში კიდევ ერთ მოგვიანებით. კი, კონკურენტი შუაში. მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აწევს რომელიც მე მგონი არა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. ადგილზე ფუნა მესტაო მაჩაიძე არის ჩვენი ოპერატორი რომელსაც კადრი აერია იმიტომ რომ ძალიან შედგა გადი კახა გადი გვერდზე კაი ნანკა ყოველ მოსულზე მაჩაიძე გასტარდება ცოტა ხანში მაჩაიძე გასტარებულია მე ეპიკური სეზონი ესე ამბობ ესე ვაანონსებთ უკვე არხი რაში გამოიხატება ეს ეპიკური ნანიკოს მოეწონა სიტყვა ეპიკური ძალიან და სულ ამართებაში მაინტერესებს აბა კახა გააქვს პასუხი მაგრამ ნუ მაინც როგორც რეიტმენი დაუთმობ ნანკას ნუ ნანკა არა საქართველოში მამაკაც პირველია ანუ კარგი რამე ეხლა რა მაინტერესებს იცით აი ცუდი პოლიციელი კაი პოლიციელი თუ რაღაცა ესეთი როლები გაყოფილი გააქვთ თუ არა ზოგადად კარგი მოქალაქე ვიქნებ მოქალაქე ნანკა ეს ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ქართველი ძალიან ცნობილი და საყვარელი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას ასევე არა მარტო ქართველი ხო აი მანდ ვარ ზუსტად რომ ინტერნაციონალური იქნება ეს ცეკვა ვარ სკოლები და ეპიკური ეპიკური მოეწონა მაგრამ გარდა იმისა რომ ინტერნაციონალური იქნება როგორც გავიგეთ ტელევიზორიდან BBC ზუსტი ანალოგია სტუდია რომელიც ჯერ ჩვენ არ გქონია ალბათ თქვენ უკვე ნანახი გაქვთ მე არ ვიცი იქ რა ხდება კაია შეგიშვეს უკვე დაგვალავდათ უკვე მაგრამ ალბათ კადრში ბევრად უფრო ლამაზი იქნება ხო და თქვენ ხო ნახეთ ახლა უკვე მონაწილეები მე მართალია დღეს ესეთ პასიური როლი მაქვს ხო ნახეთ მონაწილეები და გამოიკვეთა უკვე თქვენში რაღაცა ლიდერები და ლიდერები და ამბავი ნაპრაში სპორტაშორი ძალიან კაია დუტა რა ვიცი აი გავიგეთ ახლა ხო რაღაცა ერთად მოდიხარ და ამბავი კეტრინ თბილისში ხო რაღაცების თქმის უფლება არა გადაარგეთება დაახლოებით საერთოდ ხაზგასმით აგვიკრდალა მაზე რამის კი არავის ხარეს არ ვარ სიმართლე გითხრა ეხლა უკვე გვიან არის არჩენქო დამკითხვის დასწრება და არც ემათ პასუხი არა ჩვენ მიუკერძოებლები მოდი დუბლი მეორე რა მაქვს ნახე ყველასი ზოგადად პეტიციაზე მეორე დუბლი და ყველა შეუხტი ნომერში ამიტომ იქ რა ხდებოდა შენ ნახე ცეკვა მე ვეცეკვე ყველას მართლა შენ ნახე
ალკა, ეგ უნდა მეკითხა რა. და თვითონ შენ როდის იცეკვებ ამ პროექტში? აი, თვითონ ამ პროექტში აუცილებლად ვიცეკვებ როგორც წამყვანი. როდის ალბათ. არა, როგორც ვარდე ფიზიკურად ჯანმრთელობა არ მეძლევს ამის საშუალებას. არა და მაყურებლები გელოდებიან. აი, ქუსლზე ვერ დგება თქვენი მონამორჩილი და რა გავაკეთე? მაგი მართლა პრობლემა. მე არსებობს საცეკვაო ფეხსაცმელები, რომელსაც პატარა ქუსლი აქვს. აი, საერთოდ ვერ დგება. საერთოდ არა, ნახეთ ეხა შენი ცეკვა. წინა მოსვლაზე იქ ხომ მოვყევი იოგის მცოდნე რო გამომიყვანეს და აქ ვიყავი საოცარი იოგა. მეც გიყურე ძალიან მაგარი გადაცემა ხა? ქუსლზე ვერ დგები? ქუსლებზე კი ისევე რა. მარტო ქუსლებზე ქუსლებზე კარგად? ლათინოს, აი, ლათინოსი არის. თქვენ ამათ დუეტი არ გინახ. 10 სანტიმეტრზე ნაკლებს ვერა. არ გეკერკება. გეხოცები რუმბა გვიცეკვთ რა, ნანკამ თქვა რომ ძალიან კარგი რუმბა აქვს თუ მომზადებული. კი, საოცარი. ყოველთვის მზად ხონდა. მართლა? ადექი. რა თქმა უნდა. ამის გარეშე საერთოდ არ გვიკეთებდი არაფერი. კი, ადექი. მაშ ასე კახა და დუტა, ესე რო აცხადებს ხოლმე. კახა და დუტა. SMS ნომერი რუმბა. და მე უნდა წაიმ. დუტა, ეხა მწვანე ბურთულები რაზღერი. ცანცარან. არა, მოიცადე. თვითონ იზავენ მე. ი. ცანცარან. ჰობა! ცანცარან. ჩემი SMS-ი კახას და არა დუტას. კარგით, ვინც ნამდვილად ცეკვავს? მინდა შემდეგი ძალიან კარგი ნაკადია. წელს თვითონ ქორეოგრაფებისგან და ძალიან კმაყოფილი არის თვითონ. კი ბატონო. მოცეკვავ და ქორე, იმიტომ ძალიან კომფორტულად ვართ ჩვენს მეწყვილეებთან და იმით ის ძალიან მაგარი გოგო ყოფილა. გარდა იმისა, რომ ყველა ერთმანეთია. და ასე შემდეგ ძალიან მაგრად ცეკვავს. კიდევ ერთი მაგარი უნდა შემოვიყვანოთ სტუდიაში. ქალბატონი ქეთი ჩხეიძე, რომელიც ბრავო მობრძანდით, რომელსაც მე პირადად მოუწევად ველი მის ნომერს გამარჯობა. ბრავო! როგორ ბრძანდები? კეთი, შენს გამხდარ ხარ? ყველანი გამხდები ხართ. ვერს ვარ ისო. ძალიან მაგარი. ხუში ქეთი საოცრად გამოიყო. მეტი არა? მეტი არა. სულ მგონია რომ ისე უნდა დამელაპარაკო. ნანიკო, შამომასხი წყალი, ვინც ხარ პირში? გიხდები ამ თავზე. რა, სიტყვას გეგმობა აიღე შენს თავზე. იყავი მზად? არა. არც ნახე რა ხდება? არავინ, კი. არც ცეკვავდი. არა, საიდან უნდა მეფიქრა ახლა რომ მე დამიძახებენ, არასდროს არ მეფიქრია. კეთი, მით უმეტეს და გაგვიხარდა რომ დაგთავ. სრულიად საწინააღმდეგო ამპლუით და გარეგნულათაც და ისეც მიცნობს მაყურებელი და საზოგადოება, ну ახლობლების გარდა და ამიტომ ყოველთვის ფიქრობდი რომ ესეთ ადგილას არასდროს არ მოხვდებით ხო. ზოგადად გამოცდილი მსახიობი ხართ და ყველა მსახიობი როგორც წესი ძალიან სკრუპულოზურად არჩევს ხოლმე თავის როლებს. აი ახლა ამ პროექტში აი რანაირი როლი წარმოგიდგათ, როგორ აპირებთ რომ რას ნიშნავს ეს როლი თქვენთვის? ძალიან დიდი რისკია მე მგონი ხო? აბა სახელი აწერე სადავარ რამე არა ვერ გავიგე არა აქ უნდა სიამოვნება მიიღო არა ესეც არა მარტივია ხა ერთი ცოტა შეშინებული გამომეთქველება მე გნახავს მართალეთ ხა დაიძაბა რასაც ვფიქრობ ალბათ და მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება რომ მე ვიყო განსხვავებული არა ის როგორც გიცნობთ, არამედ ხო, არამედ ვიყო განსხვავებული და ალბათ უფრო მინდა რომ მე ვიყო თვითონ. ანუ იცი რატო გამიჩნდა ეს შეკითხვა? არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტში შემოდიან და ცოტა შარჟით, ცოტა რაღაცნაირად ცეკვავენ, ხო? დამოკიდებულები ცეკვავენ. აი თქვენ აი ეს სერიოზულად როგორც კეტრინი აპირებთ ცეკვას და ცოტა იქ რაღაცა მხიარულ ისეთ ელემენტებს ჩართავთ ხოლმე, რომელიც უფრო მეტად სახალისო. თუ მომეცემა საშუალება მხიარულობისთვის, დამასია მხიარულობა. ეგ მაინტერესებს. ხუმაროს კონდეს მესამე. ხო არა. რა, მართლა? არა, ну ეხლა დღეს მაგალითად იქნება სულ არ მემხიარო. არც მე არ მაქვს ახლა. არა, ვერანაირად არ არის საჭირო ეხლა ხუმრობები. ხო, ნუ ამას კიდე თავისი სხვა მინუსები და პლუსები აქვს, რომელსაც მაყურებელი ნახავს, მაგრამ შენ რომელსაც ძალიან დიდი თეატრალური გამოცდილება გაქვს, ის 4 წელი, სადაც ძელზე სიძექი და თითქმის ყველა ერთ ცეკვის საბაზისო მოძრაობები ვიცით, ხომ? იქ როგორი იყავი? ასე გიჭირდა თუ
არა, ძალიან დაბალი კატეგორიის. მე შეიძლება დაბალი კატეგორიის შეიძლება ამ გადმოსახედიდან, მაგრამ თეატრალურისთვის იყო მაღალი. არა, იმათი გადმოსახედიდან. პირველი ორიანი მე მივიღებ. მართლა გეუბნები. თუ არ მჯერათ ჭოლას კითხეთ. ვინ გასწავლიდა? იმიტომ რომ იმასაც ჩემ გამო ორიანი დაუწერეთ, შენ უშლიდი ხელსო. ჩვენ და ჭოლას რაღაც ცეკვა გაქვთ. იურა ზარეცკი მასწავლიდა. მეტი აღარ არსებობს. მეტი ვიღაცა. მაგრამ მე რაღაცა მოხდა, ცუდი რამ მოხდა, ჩვენი კურსი იყო მისი ბოლო კურსი და გახდავად და ძალიან მალე გარდაიცვალა. ანუ 4 წელი მოასწავლე. და გამოცდა უკვე 4 წელი გვასწავლიდა იურა და გამოცდა ვეღარ ჩაიბარა. მე-4 კურსის ბოლო გამოცდა, როცა ნიშანი იწერება ქორეოგრაფიაში და სასცენო მოძრაობაში. ვინ დაგიწერეთ ნიშანი? ნათელა იონა თამიშვილმა დამიწერა ორიანი ხონებო. ხო, ხალხმა იონა. იურამ უთხრა რომ შენ უნდა ჩაიბარო ჩემი ბავშვებიო და კი ჩაიბარა. მაგრამ შენ ცეკვაზე როგორც ესეზე არ ვიძახი ხო ტექნიკურად იყავი ძალიან გამართული და კარგი და ათოსანი. ძალიან ბევრ საუბრობენ შენ და ჭოლას ცეკვაზე. ამ ამბავზე. ეს ისეთი ჩვენ ისტორია. დაუბერდი ამბავი და ლეგენდა დარჩა თეატრალურში ხო? აი ეს ეხლა რაც თქვი მე ეს ამბავი. აკრეები ვაკეთი არის. გავედით გამოცდაზე. აი ამ ცეკვის გამოცდა ბოლო ნიშანი იწერება. და ნუ ცუდად ავართ ძალიან ისიც და მეც არც მე არ ვიცი არც ვერ ცეკვავ და არც ვიცით. მაგრამ ჭოლას ცეკვა როგორ ხო და ნუ ჭოლა იყო. კი, წარწერდა. ესე იგი არა ეს არაჯამრთელად გამختარი. ძალიან გამختარი იყო და ცოტა დიდი თავი ჰქონდა. გამختარ ტანზე ეს. მე პირიქით, მე პუტკუნა ვიყავი უფრო და ნუ მოკლედ ძალიან ცუდი შესახედი იყო ეს. აუ ჯახირობ და უფეხებს ვადგამთ ერთმანეთს. და გვიყურებს ეს ნათელა იონათამში ესეთი მოწყენილი სახით ცოტა და ზიზღით თან. ზიზღით. უბირაიტესო მე გადითო გაეთრიეთო ჩვენ ორიანიო და ეხა ბაბულა ნიკოლაიშვილი ცნობილი პედაგოგი იყო მეტყველების და ბაბულას ლუბიმჩიკი იყო ჭოლა ვინმეს რამე რო ეთქვა იქ სკანდალი იყო ხო და ძალიან გაბრასდა ბაბულა რო ჭოლა დამიმცირესო ხო და მოითხოვა გამოცდა მეორე იმიტომ რომ ორიანები დაგვიწერეს გვაგდებენ და ბაბულამ უთხრა იონათამიშვილს რომ შეძო და არ ურევო. და როგორ ეთყოდა? ხო. რა ეს ბიჭიო არისო ჩვენი მომავალი და ისა ვის რა თუნდა ჩვენი ორიანები და ისო. სადგანს ჭრიდა ხაბატონმა ბაბულები და. ჭრიდა და დაანიშნი და გამოცდა. და მეორე გამოცდაზე ვითომ უგეთ ვიცეკვეთ. სამიანები დავიწყოთ მოგვიგდეს ეს საწოდავად. ხალხი ესეთი დელიკატური შეკითხვა მაქვს ერთი მე ჩემი საკუთარი თავიდან გამომდინარე მინდა კითხოთ ხმეთ ძალიან დიდი შვილები მყავს და ყოველთვის აქვთ ხოლმე რაღაც წინააღმდეგობა იქ რატო ესე რატო გააკეთე იქ რა გინდა ხო არ გქონდათ აი თქვენ დიდი შვილები ყავთ თქვენ წინააღმდეგობა დედა კაი რა დროს ცეკვა ანუ იყო ესეთი ფაზა რა შე რა დროს ცეკვა არა მე რო გეყოლება 40 წლის შვილი მე ძალიან სასიამოვნო შეთავაზებისა და ესეთი სასიამოვნო რევერანსისა, რომელიც მე იმედის ტელევიზიამ შემომთავაზა და დიდი მადლობა ამისთვის მას. მაინც მინდოდა უარის თქმა. აი სწორედ ამიტომ. და ცდუნება. ბავშვებმა არაო. ვიფიქრე ხა ვის ავაგდებინო მასხრად თავი ამ გამოვარდე უნდა ვერ ავწიო ვერც ფეხი ვერც ხელი რა აი სადმივდი ვარ მაგ რაღაცა პატარა მიჭირავს ჩემი პატარა დროშა და იყოს ეს რა ეგდოს სადმივდი რა იყო ცდუნება რის გამოც არ ცდუნება იყო რომ წავიდე თუ არ წავიდე ჩემი შვილი სწავლობს ნუ ამერიკაში ახლა ნიუ-იორკში სწავლობს და დაურეკე და უთხარი რომ ესეთი რაღაცა ხდება ამბავი ხდება შემომთავაზეს თქო იყო პაუზა ესეთი და ძალიან კვეთრი და დინჯი წინადადება შენ თუ უარს იტყვი მე არასოდეს შენ ხმას აღარ გაქვს ბრავო
და ეს ქალიშვილი და ბიჭს სულ არ აინტერესებს. იცება რამდენი გინდა. თუ მოვიდა დღეს მაგნობელი მიგნები რომ ადრენალინს ამ სიამოვნების მიღებას ასაკი არ აქვს. ეს არა მოუდგენელია. არა საშინელებაა, როცა ამას ესე მართლა ვისმენ და უკვე ძალიან დიდი ხანია ვისმენ, რომ რას ქვია 40 წლის გახდა, რატო ეცეკვება, რას ქვია 50, რას ბოდავს ეს ხალხი. არა, სხვა ხალო 40 წლის დრომდები მე გიძნელდება ცეკვა და ერთი წამი შენ თავზე იმაპარაკეთ, რომ მე არ ვისარ დააშავდი. არა ცხოვრება რა თქმა მე რა ის არის მთავარი ერთი რამე არის ჩვენ ქვეყანაში მაინც არის ეს მენტალიტეტი. არის კი. რომ როდესაც რაღაც ასაკს გადაცდება ქალი, ალბათ 45 შეიძლება. მე მაინც მის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება. ეს ჩვენთან არის. ეს ჩვენში ხოთორეხა პლისეცკა 70 წლის მომსხდარი მაყურებელი ქალბატონები კონკრეტულად იმასაკი ცოტა თეძოებსაც წააცეკვებს და რაღაც სტიმულის ექნებოდა. პირველ რიგში მე მინდა მე ცეკვა არ მაქვს ნანახი, მაგრამ გუშინ ვნახე როგორ გამოიყურებოდა. ოღონდ მართლა გულწრფელად ვამბობ. ესე მოდიოდა და მოქოდა. ანუ ადამიანი მოხარში შედვათ და ეს ხარს ეს დერეფანი და მოდი. ერთი გაშეშდა ეს. ესე მეძახის გამოვედი მე გავშეშდი. ასე დავდექი. ანუ ქალბატონ ბაბულიას უნდა უმადლოდეთ, რომ ინსტიტუტიდან არ გააგდეს და დღეს ჩვენ თქვენთან არის და დღეს აღამოს იცეკვებს. ბაბულია ნიკოლაიშვილი რამდენი უნდა უმადლოდეთ. მეც უნდა უმადლოდე. ხაზარაძე, ნუ ამოძრავებ უსისტემოდ ტუჩებს. უსისტემოდ. რაღაცა გასული ვიყავი. კიდევ ერთი ხო და ეხლა ამოძრავე სისტემით ტუჩები და შემოვყვანოთ ჩვენი ახლა კიდევ ერთი მონაწილე. ჯანო ზორია მსახიობი მობრძანდი. ცანცარანცა. არა ნუ ეს კონკურენტები გადამრევია ეს კონკურენტები ნუ რა ვიცი ისე მაყურებელს ვეთქვი რომ სრული შემოადგენლობა არის აქედან ჩამხსნეს აქედან ჩვენ შევეცდებით რომ ყველა დავკავშიროთ ყველა გაგაცნოთ დღეს უბრალოდ მათი რიგია რა გინდა დუტა ერთი პროექტი არ დაუტოვეთ რა არის ერთი არ დაუტოვეთ რა დღეშია ვის დუტა გაჩუნდი ახლა სტუმარი მოვიდა შენი კონკურენტი რომელმაც შენ ანგარიშის სომერი ვერ გაჩუნდება. ადუტა ანგარიში არავის არ კაი დაიწყეთ არა დანო დაიწყე ვერ გალაპარაკეთ დროიდან მოხდია ოთხი მურგა ენგაროჩა პირველი სეზონიდან ნამდვილად დიდი სურვილი და ძალიან ამ ჩეკით ძალიან მაგრად და აი ძალიან მინდოდა რა ამ პროექტში მოხვედრა და რაც გინდა ადამიან ძალიან ეს ალბათ ხდება მაგრამ არის ასეთი ამბავი რომ მოსკოვში როდესაც ვიყავით საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმით კომათი მაშინ ვიყავით მე ჯგუფი წავედით ჩემი მეგობრები რეჟისორი პროდიუსერი და მსახიობი კიდე ერთი წუთი თუ შეიძლება შეგაჩერებ შენ ახლა ახსენე ფილმი კომა მე მაყურებელს ძალიან მოკლედ მინდა ვუთხრა შევახსენო შეეთავი ცხადი ამას შეხსენება არ ჭირდება მაგრამ მაინც ასე მაშ ასე ფილმები გაღმა ნაპირი იგივე კომა მანდარინები კომას ხო არის შემთხვევითი პაემნები მოირა რომელიც ლევან თუთფერიძემ ახლა გადაიყვნა ახალი ანუ ყველა ის ფილმია რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან დიდი წარმატება ძალიან კარგი რეჟისორებთან ტიფლისის სერიალი ტიფლისის ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ბრავო და ახლა შეძლებდა ამოვაგე ზად ხარ თეძოს იმიჯის დამსხვრევისთვის რა ვიცი კი რატომაც მიკროფონი შეძლება იმიტომ რომ მე კიდევ ვიტყვი რომ ანუ იმ ისტორიას გავაგრძელებ ხო გააგრძელ მე უბრალოდ მოკლედ ჩამონათვალი ვქარი ვიყავით ამ ფესტივალზე და ნუ როგორ ხსენებათ ერთი კვირა იყო ძალიან ესეთი კარგი დონის ფესტივალი იყო და ბოლოს იყო ესე დასკვნითი საღამო რომელიც თავის მოსაწვევინოში იყო ბატონი რეზოჩხეიძე ჩემი პედაგოგი ჩემი რა ვიცი უსაყვარლესი ადამიანი იმყოფებოდა მან მაქვს ფოტოებიც საბედნიეროდ ისეთი სამახსოვრო და ისტორიული რომ წითელ ხალიჩაზე მე და ჩემი მაესტრო ერთად გავდივართ და იყო ასეთი რამე ბოლოს იყო აი მოსკვა რეკასთან იყო ესეთი ბანკეტი დიდი სადაც ნიკიტა მიხალკოვი თავის წვეული საოცარ ხალხში ხალხით ამბავი და მოხვდი ამ ხალხში ხდება ასეთი რამე არის რაღაცა იქით ცალკე VIP ადგილი სადაც ეს რეჟისორები და ისინი კეიფობენ მეტრების ხედავთ და აქეთ არის უკვე ახალგაზრდული ამბავი ნუ ტუსოვკას რო ეძახიან და ეს ამბავია და ნუ ხედავ რაღაცა
ამბავი ძალიან მაგარი ცოცხალი გოგოების ცოცხალი გოგოების ალბახი გოგოების ცოცხალი ჯგუფი მაგარ აჯაზებს რაღაცაც არის აი ეს ხალხი ბევრია ისეთი საზოგადოება რომელსაც შეხედავ და შეუძლია რა მაგრამ ყველა რაღაც თავს იკავებს და ნუ მე რო გადავკარი 1-2 რაღაცა შევარდი იჯაკი ესე გადავაგდე და დავიწყე აქ ცეკვა რო დავიწყე რაღაცნაირად პლასტიკა ამბები ნუ ჩემრი ნუ გაქვს რაც გაქვს ამბავი და უცებ ხედავ ჯოხს ხმარობდა მაშინ ბატონირეზე რა ფეხი უკვე ტკიოდა მას და წამოვიდა იქიდან და ერთ სკამი მომიტანეთ არა სკამი არ იყო ჯერ იყო თავიდან აი ესეთ განათებებია რა და მიდის თელი ამბავი ანათებს შუქები ამბავი ხედავ რაღაცა იქით კაცი დგას ასეთ ტროსზე და აკეთებს ასეთ მოძრაობას ცეკვავდა ასე ბატონირეზე ასე აკეთებს და რომ მივედი მეუთხარი ბატონირეზო რა მაგარია აქ ანუ რაღაცა იმაში ვარ რა ამბავში და ეიფორიაში სკამი მომიტანო და მე მირჩევნიაო რომ აქ ვიყო და გიყურო შენო რა და უყურებ და ამბავს ნუ ერთად ვიყავით და მე იქ იყო ჩემი მეგობარი რომელიც ფილმში მთავარ როლს ამაშობს გიორგი მასხულია და ამათმა თქვენს ასეთ აი მსახიობი პროფესიონალი მსახიობი არ არის მსახიობი მეგობარი არ არის მაგრამ ჩემ აი ამათმა თქვენს ასეთი რამე მე რო ვისხედით სუფრასთან იქვე რა აი შენ ვინც იმ პროექტში არ გაცეკვოსო რა აი რაღაცა ესეთი საუბარი ხონდა და მე ვთქვი რომ ძალიან მინდა აი მართლა მინდა და მე ვიტყვი რომ ეს ის პროექტია სადაც მსახიობები დამეთანხმებიან რომ არ არის პროექტი რომელიც დაგშტამპავს ნუ რაღაც მომენტში რაღაცას აკიდებს იარლიქს ეს არის ჩემი აზრით ის პროექტი სადაც ფიზიკურად ჯანმრთელიც გამოდიხარ ამბავის ძალიან კარგად ხურჯინის ავსე მოგაქვს იმით რომ რა იცი ხვალდაზე სპექტაკლი იქნება თუ ფილმი რა გამოგადგება ტანგო სამბა მე ფიქსტები უკვე ორივე ისწავლე რაღაც გავიგეთ ცოტა რა არა მე დღეს ფიქსტები და სამბა მე ფიქსტებით იწყებ ან რამდენი ცეკვა დავადგინეთ ტანგო კვიკსტეპი ნუ რაღაცა ერთი მომენტი და მე არ უნდა დასტოილი რაღაც ამბებია არ ამბობს მე არ გაგიჭირდათ გაჭირებით რა კი რა თქმა უნდა მე ვერ შევადარებ კონკრეტ გამოცდილება ინსტიტუტის გარდა არანაირი მე გამოცდილება არანაირი არ მქონია არც პარკეტზე მდგარ ვარ ბავშვობაში არც ქართულ ცეკვაზე ქართული ცეკვა ჩემი ტკივილი დღემდე არის მაგრამ ისე შემოხოდი ისეთ ზოგ გამოაქანები თეატრალურ ინსტიტუტში ნინა კერვალიშვილი იყო ჩემი პედაგოგი აი ძალიან კარგი ქალბატონი და სხვადასხვა მე ვეძახდი უბერებელ ქალბატონს დღემდე ეგრე რაღაც ელექსირი აქვს მაგ ქალს ჩემი იყო ნინა ჩოკნა მეწყვილე არის კარინა ლისენკა ასეთი უკრაინელი წარმოშობის სხვადასხვა ზაპოროჟიდან არის და მე ვარ ფოთელი და რა ხდება ჩვენი რაღაცა იკვეთება გზები რა მხრივ ეს ჩააწყვეს არა არ ჩააწყვეს ნამდვილად არა ფოთში ძალიან ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა აი ძველ დროს და იყვნენ ზაპოროჟიიდან ანუ მეზობლებიც ყავდა და იყვნენ ძმაკაცები არიან დღესაც რომ თეოთი ნატაშა ყავს და ანუ დედით მკარდის უკრაინელები არიან ანუ თქვენ გეკნებათ საოცარი დუეტი ჰარმონიული როგორც კი ძალიან კარგი გოგოა და დავარქვით ცეკვის რაღაცა ლილი იოსელიან შევადარე რა მხრივ ვიცით რომ ლილი იოსელიანს შეადარა არა რა მხრივ შევადარე ანუ ქალბატონ lilis კონდა წესი რომ გამარჯობას თუ აი თუ არ იტყოდი ბოლომდე ამბავს მთელი დღე შეეძლო მას ამ გამარჯვებას კაცრი იყო კაცრი რა თქმა უნდა და ეს გოგოს არის ნუ მე რაღაცა იუმორით დავარქვი რომ დამაყენებს ასე გავარ და მე ერთი რამე მივხვდი შენ ისე გიყვარს საუბარი და აზრის გადმოცემა ასევე თუ იცეკვებ იქნები კარგი რა ვიცი მეცნიერების გადაშორის დღეს რა ვიცი ღამე ლოგინში რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე და ნუ მეტროში არ ნერვიულო როგორ არა უნდა ინერვიულო თუ არ ინერვიულო მაშინ ეს ფეხები გაგექცევა სადღაც სხვა ეს კონცენტრაციისთვის კარგია ნანიკო ჩაუტარე ახლა შენ ამას მიდი ხარ წვანებურთები რომ ან მე ლაგიდან კალდება რა ყველა ადამიანს ვის აპირებს რომ მიიღოს მონაწილეობა ვეუბნები იმიტომ რომ ჩემ დროს 14 წყვილი ვიყავი და 14-ს დაგვემართა იდენტური რამ. როდესაც ვიდექით ფარდის უკან, შავი ფარდის უკან და კაცის ხმა გვეუბნებოდა რომ ნანიკო, აიქ იწყებოდა, ანუ ყველას ეწყებოდა, არა მარტო ვარსკვლავებს, არამედ პროფესიონალ მოცეკვავებსაც. ნუ სტრესია, რამდენიმე წამიანი, აი რა კარგია რომ დამეთანხმა და მეუნება რომ ბოროტი არ ხარ. ხო, მაგრამ ჩვენ არ გეთანხმებით, მაგრამ. ნახე როგორ იქნება? ჩანოიზორია და კეთრი როგორ ბაშენკო. მითხა გამოაცხადო? ვაიმე გილოცა. დამხე 29-ში გამიშთა შვილი. მართლა? კიდე სულ ყავს ნანახი ნახევარი საათით. გოგონა პატარა ევა გაბრიელა. გილოცა, რა მაგარი სახელი. დაიბადა და
დღეს გზა დამილოცა სხვათა შორის. მივედი რაღაც რიტუალი ჩავატარე, დავკმოსებები და ის სუნი მინდა მახსოვდეს დღეს ჩემს გასვლა. გემახსოვრება 10 საათზე ზუსტად მისი სუნი. კარგი და მთავრდება ეს ჩვენი მაგრამ ნანოს თქმის არ იყოს დაგავიწყდება იქ გამოცხადების დროს. ხუნტლები რო რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა დაივიწყდეს. ეხლა 4 მონაწილე გვიზის აქ და ყველას მინდა კითხოთ. ყველაზე მეტად რისი ან ვისი გეშინიათ? მოკლედ. რისი მეშინია? ვისი ან რისი შეიძლება ვიღოს კონკურენტი გახსოვს? მე მოკლედ გეტყვით. მე მინდა ის რაღაც არა გამომივა ტექნიკურად რაღაც ეს უნდა გაფხიკო თურმე რაღაც ზეთი უნდა და ზეთზე უნდა წავოს. აი ფეხი არ გამიწდეს ამის მეშინია. კაი, შენ? აი მე ამის მეშინია. მე არ მეშინია არავის რა. არც გოჩა ჩერტყოები? არა. გოჩა არის. ანუ გოჩა უნდა მეშინოდეს ვერ გავიდი. რა დამიშავა ფის არ უნდა გეშინო. კაი, კეტრინ შენ? არა ადამიანები მეშინია. ომამდე ტანკისტი ვიყავი. თუთა შენს ტანკისტი იყავი ომამდე. მე მთელი ცხოვრება ტანკისტი. ეხაც ტანკისტი ხარ. მაშასე. დღეს ტანკისტებს ნახავთ მე-6 ეპიკური სეზონის დასაწყისში 22 საათზე. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ კი გავიგებთ რა ხდება აი იქ, სადაც დღეს BBC-ს ანალოგი სტუდია გერდება 10 საათზე. მოკლედ, რამდენიმე წუთში უკვე იქიდან მოვალთ. გიორგი მასე მასწავლა მე. გაიწერე. ეხა წინ. დროს არ კარგავე. და ბოლოში უნდა მისცე ცოტა ბიძგი. დაიბრენით ხო? თუთა ნახე დაიგვიანე თუ არა იმ წუთში დრო იხელთეს და უკვე გამოხენა დაიწყეს. ვარჯიშობენ დროს არ კარგავენ. მიდი გენაჩი 2002 სექტემბრიდან მაგის მეტი არაფერი არ მიქნია ტელევიზორში. 16 წელი გავიდა. 16 წელი გავიდა, მაგრამ ესენი დროს არ კარგავენ დღეს. მე მაგ მე ის ცეკვა რაც ამას. დღეს იწყება თუ იწყება ყველაფერი ზოგადად. რაღაცა ეს. აი ამისთანა პარტნიორი. იმეცადინეთ. ნახე როგორი პარტნიორია. აი ესე ჩვენ ნაცეკვი გვაქვს. მე დუტას და ჩვენ ნახე ყიფჩიძეს და ძალიან ბევრი ვიწვალეთ ამ რეპეტიციაზე, იმიტომ რომ თავარი მანდ იყო ფეხები, სამი ერთმანეთში გადის და მთელი ამბავი და ძალიან სირთულე იყო და ეს ქორეოგრაფი გადაერია რომ ესეთ გიჟები თუ იყვნენ არ ვიცოდი, იმიტომ რომ რეპეტიციას რო არ გვინიშნავდნენ, მაინც მოვდიოდით და სადღაც დარბაზშიც არ რეპეტიციებდით, იმიტომ რომ არავის არ ესალა ჩვენთვის და ცირკის ფოეში ვიყავით, გახსოვს? და მთავარი მთელი ესე სიგიჟე რაც იყო და კატუში არ ვჩვენდი. აი ეს სირთულე რაც იყო. არა, ძალიან ლამაზი ცეკვა იყო. გუში ვიხსენებდით. ჩვენ ნახეთ. ერთი ეს გაგვახსენდა მარტო. მეტივერა. შენ ვერ ტახტის ხედავ? ჩვენივრად ამაში კი კეტებში ვიხტუნავ, რასაც გიად, მაგრამ გოჩა ჩერტკოები ხო ვიცი ესე იგი. ქუსლი რატო არ არის, იქ რატო არ გაქვს ეს კოსტუმი ისეთ. გოჩას კოსტუმში კი ვარ მოს. ქუსლზეც, ქუსლიანი ფეხსაცმელი. კეტრინ, გაიგნელია ცეკვა. კეტრინ, ხო არა ვართ მიჩვეულები, მაინც დაბალი. გესმის რა აქ მე შეჩეული ვარ. ქუსლე. ეცეტერაში ქუსლი. არა, რაღაც ცეკვა. არა, გაწეული სხვა კეთილი ბატონო შევარდნაძეც, როგორც აი თქვა, გამოცდილი ისიც ხო ფინალისტი იყო რუსეთში ამ პროექტის. სულ ქონდა ხოლმე პრობლემა, რომ ანუ როდესაც ცეკვა რომელსაც ჭირდებოდა მინიმალური ქუსლი მაინც და თქვა ეცვათ სხვა რაღაცა, იმიტომ რომ თქვა ქორეოგრაფია, პასტანოვე დადგმა რაც იყო რა. ელემენტები რაც იყო ხა ქულას აუცილებლად აკლებდა ხოლმე ქუსლი თუ არ ეცვა კონკურსანტს. ერთი სრულიად სხვა შეხედულება ქალს, როდესაც ცოტა ქუსლზე დგას. ლამაზია. აუცილებლად, როდესაც თქვა რაღაცნაირი გადაწყვეტა ქონდა ქორეოგრაფს და დგავდა თუნდაც აი ესეთ რაღაც ფეხსაცმელზე, იქ მართლა ქულას აკლებდა ხოლმე გოჩაც და ესეც. ანუ აუცილებელია ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი. არ არის თანაბარი ბრძოლა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ამას ქუსლზე აკეთებს და შემეცებ კეტებში გამოხტებია, მაშინ არ არის ეს არათანაბარ პირობებში გიწევს. აი ამაზე საუბარი. მე სასწაული შეგრძნება, კაი მართლა და მე მგონი აი დამეთანხმება დუტაც, კახაც, ნანკაც, სახიობები რომ თეატრში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მაგალითად ასე მაქვს. როლს როცა თამაშობ ადამიანი აი ფეხსაცმელს რაღაცა აი ჩაგაცმევენ და მას როგორი ამბავი მოაქვს უკვე და ფეხები და წამოიჭრა. არის მნიშვნელობა. აი ახლა
ეხლა ამას ეს რო ჩამაცვეს სტანდარტის უცებ რაღაცნაირად ის შეგრძნება არ გაძლევს უფლებას თუ რაღაცნაირად ასე იგივე როგორ ხარ ჩოხაზარმა კაცი რო ჩაიცმევა ვერ დადი აი რაღაცნაირად ვერიული სულ რაღაცა თვითონ მდგომარეობას გაძლევს ის ფეხსაცმელიც ეგეთია რა რო ჩაიცმევ რაღაცაი ძალიან ის ნომრებიც ხო რაღაცა მინი სპექტაკლებით არის მით უმეტეს მსახიობებისთვის რომლებიც წარმოიდგენენ აი 3 წუთიანი მინი სპექტაკლი გაგდა უნდა ითამაშდა გიორგი ყიფშიძეს ქონა ძალიან სასაცილო სიტუაცია ან უნდა ეცეკვა რომელიც ეკვა აი სურო თეძოებს რო აქ არა ნუ კი ძალიან პანიკაში თეძოებს რო აქნევ რამდენიმეა რომელი რუმბა არის ერთ-ერთი რომელიც რვიანი არა ძალიან დრო უნდა აკეთო რუმბა სამბა მე მოკლედ რომელი რაცა მე შეგერ ჩამოყალიბდი დღემდე კიდე მოკლედ ცეკვა აქვს ესეთი რომ აი სუნდა გაზნექილი და ატრიალს და პანიკაში დადეს ეს როგორ გავაკეთო და ზივართ საგრიმერში რა ვქნათ და მეთქი წარმოიდგინეთ ხო რა ხალხ ფილმის კასტინგზე რომელი რეჟისორი მოგწონს მეთქი ნუ იქ დავშვით ესე იგი ხან უდი ალენი იჯდა რაღაცა ის და გოჩას როლზე ხარ თქო რა წარმოიდგინე აი გოჩას როლის სასწაული როლი გაქვს ათამაშოთ. გოჩა ჩერტყოები და ითამაშოთ. აი წარმოიდგინე გოჩას როლის კასტინგზე ხარ თქო. ნუ გამოხტა რა ატრიალა არის. მოინდომა. ძალიან Come on. არა კი ყიფში როლში შედის მაგრამ ზოგადად წარმოზახვა ყო ძალიან კაი. გოჩას ხშირად ვახსენებთ ახლა იმიტომ რომ შეეჩვია უკვე ქართული მაყურებელი გოჩა არის მაგრამ ჩვენ ყავს კიდევ წელს ახალი ჟიურის წევრი რომელიც ასევე ძალიან გამოცდილი ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი მოცეკვავე ბალერონი იყო ნინო ანანიაშვილის პარტნიორი იყო პროდიუსერია და ნუ დიდი თეატრის ცნობილი პრიმა იყო ანდრის ლიეპა რომელიც წელს ჟიურის წევრი იქნება და მე მგონი რომ საკმაოდ გაურთულდებათ მოცეკვავეებს როგორ გონიათ დადგმული დითეატრში ხო და ეს ხო შეიძლება ეხლაც ნინო ანანიაშვილთან ერთად დგამს სპექტაკლს ოპერაში და მე მაინტერესებს აი თქვენ როგორ გონიათ ხა მონაწილეებს ლიეპა როგორი იქნება გეშინიათ კეთილი იქნება ბოროტი თუ როგორი მე მგონი გოჩამ ისე შეაჩვია ესენი ყველაფერს რომ იმის რა დამატებითი შენიშვნების მოსმენა არ იქნება ურიგო მით უმეტეს მართლა გამოცდილება დიდი აქვს იმიტომ რომ რუსეთში ორჯერ იყო ამ პროექტის თან სულ მინდა ხოლმე ან კონკურსანტებს ან ზოგადად როდესაც კონკურსში ხარ მონაწილეობას აპრიორი უკვე რაღაც გამოცდაზე მოდიხარ ხო და როდესაც გამოცდილი ადამიანი მესმის მეც რომ გავიდე კონკურსში და ცეკვა არ ვიცი რაღაც შეფასებებს ხანდახან წყინთ ხოლმე ხანდახან არასწორად აღიქვავენ ხოლმე იმიტომ რომ ის შესაძლოა შეცდომენ მას მიგითითებს და არც ერთი ჟიურის წევრი ჩვენ შოუში არასდროს უხეშად ამას არ აკეთებს და შეურაცხყოფლად თავს არ გაგრძნობინებს უბრალოდ ეს უნდა აღიქვა როგორც შენიშვნა იმისთვის რომ პროგრესი განიცადოს შემდგომში და მე პირადად იმდენად მექვემდებარები კრიტიკას და იმდენად მიყვარს ადეკვატური კრიტიკა რომ ან ვერასდროს ვერ ხვდები ხოლმე რამდენიმე კონკურსანტი ყოფილა თქვა შოუს გახსოვს ახლა სკანდალები გვახსოვს სერიოზული სკანდალი ან სერიოზული განცდები ან სერიოზული პანიკაა ხოლმე და შენიშვნა არის ზუსტად ის რომ მეორე შოუზე გამოასწორო შენ თვითონ თუ გინდა რომ ისწავლო. მე მგონია ეს არის პროფესიონალური მიდგომა ზუსტად რომ შენ აი ამ დამოკიდებულებით როცა მოდიხარ მაშინ გოჩადა არის მიეპასაგან შენიშნოს რომ მიიღებ და რაც თავია ძალიან მიხარია რომ ნინო სუხიშვილი კлау ჩვენთან ერთად არის იმიტომ რომ წარმოუდგენელი ადამიანია ჯერ ზის უკვე უყურებ და გიხარია და თავისი შენიშვნები აი ზუსტად ისე გაძლევს იმ სიტყვით იმ სიყვარულით რომ არ შეიძლება გაბრაზდე ამ შენიშვნაზე რომელზეც უნდა იფიქრო შემდეგი ტური აუცილებლად თუ ზრდა გინდა და გინდა რომ მე პირველი ტურიდან თქვა მე-9-მდე მიხვიდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. ეხლა ძალიან საინტერესოა ნანიკო მე მგონი მაყურებელმა შეამჩნია რომ აქ არზის ჩვენთან ერთად და არზის იმიტომ რომ ნანიკო გაუშვით მე მგონი ბურთულებ ერთი წამი ბავშვებო იმდენი ვაკეთ ჩვენი ბრიტანული სისტემის მიხედვით მოწყობილი ახალი სტუდია რომ ჯობია ვნახოთ და ნანიკო ამაში დაგვეხმარება. ჩაიცვა გადაერბინა რა არის სიახლე და ასე შემდეგ. რა საკვირველი აბა ნანიკო სად ხარ გესმის ჩვენი ესე იგი მე სად ვარ და არც მეტი არც ნაკლები ჯერ ვერ გამირკვევია იმედზე ვარ თუ BBC-ში მაგრამ ალბათ მაინც უფრო იმედია დღეს 10 საათზე კოსმოსში ვარ შეიძლება მაგრამ ვიცი რომ სრულად არ არის ეხლა ეს ჩემი დარბაზი ანთებული საღამოს 10 საათზე ბევრად უფრო პომპეზური და რაც თავარია ეპიკური იქნება ეხლა ჩამოდივარ ამ კიბეს და სრული განცდა მაქვს რომ ჟიურის წევრები ლუპით მიყურებენ და უნდა
რაღაცა მითხრან, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ რეპეტიცია არის ორი წყვილი, არა, ორი არა, ერთი სრული წყვილი და ერთი ნაწილი ვარჯიშობს. სხვა შორის ეს ორი წყვილი განსხვავდება სხვებისგან იმით, რომ ეს ბიჭი დღეს თავისი ვარსკვლავის გარეშე რეპეტიციობს, გუშინ კი ანდრია სალომეს გარეშე ვარჯიშობდა. ანდრია გველესიანი, თუ შეიძლება ვიცი რომ ეხა ჩემი თავიდან ნერვები არ გაქვს, ცოტა ხანი სალომე მოგესალმები. მოდი აი კამერა შეტრიალდი. ანდრია მთელი უკრაინა უკვე რაღაცნაირად ფეხზე ააყენა და შეაყვარა თავი, ჯერი დადგა საქართველოს. კი, ნამდვილად ვცდილობ მაქსიმუმს მეტყობა, ხო? მეორე მაიკა მაისური, ხო? ანუ ვცდილობ მაქსიმუმს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გამოგვივა ყველაფერი. იცი, კი გამოგვივა, მაგრამ გუშინ შენ და იმის წინ სალომეს გარეშე გქონდა რეპეტიცია, ანუ მარტო ცდილობდი რომ ეს ყველაზე რთული ცეკვა გესალო, როგორ? როგორ, ნუ სალომეს წყალობით მქონდა ის ნიადაგი, რომ ის ორი დღე სალომეს მარტო რა თქმა უნდა ვიგრძენი დამოკდა, მაგრამ ანუ იმ ხრივ არ დამკლებია რომ რაღაც ცეკვას მოკლებოდა, ხვდები? ხო, იმჩნეოდა სხვათა შორის, რომ ჩამოვედი გუშინ, აი არაფერი არ ეშლება ვაფშე, აი საერთოდ. კი, კარგი ბიჭია. ეს უნდა გააგრძელოს ოღონდ. არა, ანდრია, ყველაზე მტარვალი მეწყვილე ყავს, რაც მე ვიცი და ვუყურებდი. შრომა უყვარს, გაჩერება არ უყვარს და შეიძლება მოგკლას. ძალიან მაგარი. აი ძალიან შრომის მოყარია, კი, ვაფშე საერთოდ არ არის პრობლემა. მაშასე იმედი მაქვს, რომ უკვე დაალაგებულს, არაოფლიანს და მომზადებულს საღამოს გნახავთ და იმედი მაქვს, რომ კარგად იცეკვებ. დიდი მადლობა. ასე ყვავთ, მაგრამ მუსიკით ჩას. ყველაზე რთული ცეკვა. არა, მე აი ვერ ვიფიქრებდი რომ მე ჩას ვცეკვებდი თუ რაღაც, მაგრამ ვცეკვავ. ანუ რთული არის რა, მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება და პირველი ჩა უკვე განაცხადია. კი, ნამდვილად. კი, ჩა. მაშასე ჩა ჩემთვის ყველაზე რთული ცეკვა, არა, ამაზე არა, ჩა არის ყველაზე რთული ალბათ, ხო? 1 2 3 ჩა. ხო? კარგი, ეხლა ერთი მარტო სული ბიჭი დაიარება, ესე მისი მეწყვილე ანა ახვლედიანი მოდელი, მაგრამ არ არის, ესე იგი, ანა იმის მაგათ რომ ანა რეპეტიციობდეს, марто ხარ. Почему вы один? Сейчас, минута на минуту она должна прийти. А где она? Вообще-то как вас зовут? Меня зовут Эдгарас. Вы откуда? С Литвы. Почему в Тбилиси первый раз? Не первый раз. Я уже здесь почти год живу, танцую с Микой Орелашвили. მიკასთან ცეკვაო, ერთი წელია თითქმის უკვე თბილისში ვარო, საოცარი მეწყვილე ყავს, ეხლა დუტას მეწყვილე ვინც არის, ქალბატონი მიკა ორველაშვილი, молодец. Спасибо. А как насчет Анны? Да, все в порядке, мы много занимаемся, и есть какой-то прогресс, это очень радует, конечно. Ага, я хочу вам помочь сейчас, потому что нету Анны, а я хочу как-то что-нибудь порепетировать. Вайме! А что танцуем? Медленный вальс. Ну, я постараюсь. Вы молодцы. Спасибо огромное. Удачи вам. Კარგით, ახლა ერთი ადამიანი, ვინც ყველაზე დიდ შრომას დებს და არ ჩანს, ეს არის დიზაინერი ლაშა ჯოხაძე. ლაშა. მეც ულოცავ ყველა სამ სეზონის, აი, დღევანდელ ახლა გახსნა რო იქნება. მე სეზონის გახსნას კი არ გილოცავ, რომ აი, ყველაზე დიდი შრომა ამდენი წყვილი უკვე დღეისათვის ჩაწერა. ძალიან დიდი შრომა ჩადებული ამ ყველაფერში. ყველა ჩაცმულია, ველოდებით ახლა გენერალურ რეპეტიციას, გავივლით კოსტიუმებში ყველაფერს და მე ვნახავთ ყველაფერს. ერთი რამ მაინტერესებს, ცხადია რომ ყველას უნდა ეცვას ლამაზად, ფერადად, მაგრამ როგორც ვიცით, ლევანდელი კოსტიუმები უფრო თამამია ვიდრე დანარჩენ 5 სეზონზე. მართალია თუ ჭორებიდან? იცი რა არის? კი, თამამია. ახლა შეძლებს დაგვარად, ცეკვებიდან გამომდინარე, როგორც შესაბამისად გავაკეთე ყველაფერი, ფერადია, რა თქმა უნდა. ჭკვიალა და ისეთი პოზიტიური. ვინ არის ყველაზე რაღაცნა ჭირვეული ვარსკვლავი, რომელიც გეწინა აღმდეგება, რომ ესეთი არ მინდა, მოკლე არ მინდა გძელი, არ მინდა ან ერავიზე ვერ ვიტყვი, გულწრფელად ვამბობ. ყველა ძალიან აი ესე რომ ვთქვა, დამემორჩილა, მომენდო და მეც ძალიან თავისუფლად გავაკეთე ყველაფერი. აჰა, მოკლედ კარგი პარტია. ძალიან საინტერესო და უყუროს ყველა საღამოს 10 საათზე. ხო, ნუ ცხადია, მეც ვუყურებ დღეს საღამოს 10 საათზე, მე-6 სეზონის დაწყებას. რაღაცა მე ვნერვიულობ ლაშა. ერთი კითხვა მაქვს, შენ რეპეტიციები ნანახი გაქვს, ხო? ალბათ ასე თუ ისე უკვე იკვეთება ძლიერი წყვილები, თუ არა?
არ უნდა თქვა ვინ, მაგრამ თუ იკოტრება. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესე კონკრეტულად მე პირადად ჩემი შეხედულებით და შეფასებით რა შემიძლია რომ შევაფასო, ესე ვერ გამოვარჩევ კონკრეტულად, ყველა მაქსიმალურად ესეთი მონდომებულია და დღეს კაი შოუ იქნება, ანუ ძლიერი წყვილები არიან და სანახაობრივად ძალიან მაგარი იქნება. აი, კარგი ადამიანი როა, აი ეხლა კიდე დაამტკიცა, იმიტომ რომ არ დაასახელა. მე არც გთხოვდი ვინაობას, უბრალოდ მაინტერესებდა თუ არიან. ნახავს მაყურებელი ყველაფერს და შეაფასებს. ძალიან კარგი. მაყურებელი დღეს ყველაფერს ნახავს საღამოს 22 საათზე. მე გირჩევთ, მე მგონი რჩევა არ გინდა, იმიტომ რომ ისეთი ეპიკური მე-6 სეზონი იწყება, მე მგონი რჩევის გარეშე ყველა ერთად დავსხდებით ტელევიზორთან და შევარჩევთ, ვისი გულშემატკივარი გავხდებით დღეიდან. მოკლედ მე გემშვიდობებით აი BBC იმედი სტუდიიდან და ნანიკო, დროზე მოდი ახლა ჩვენ აქ სამეცადინო გვაქვს კიდე ხო გახსოვს შენ? ჩხარა წამოდი, შენი ძირითადი სამსახური არ დაივიწყო, დავბრუნდით სტუდიაში, ისეთი სცენა, ისეთი პავილიონია, რომ არ ვიცი, მეც მომინდა ცეკვა, მე მგონი. მაგრამ ეხლა ზღაპრულია. რო არ ჩაუშვა კადრი არ. ისეთი გამიცად. თუთა რო არ ჩაუშვა. სუპერ ეპიკური რო იქნება. სუპერ ეპიკურ სეზონში. აბა ეხლა მოყევი, რომ დაინახე პირველი ცეკვის კადრები რა დაგემართა? ისეთი გაგვიშვი. არა. პალი მაინც შეიძლება. ცოტა შეალამაზე. ადამიანის კახურად თქვი, კახურად მე. არა. კახურად. მაგრამ ისა აი ეს დაიწყო აქ. პეპლები. მე არ შემიძლია ეს ანდრია და სალომე რომელიც ნერვიულობდა თან, იმიტომ სალომე არ იყო და გუში ღამე ჩამოვიდა, გუშღამ ჩამოვიდა. და ამიტომ ანდრე მარტო საწყალს ეთყობოდა საწყალს ანდრეას სოფლი მოდიოდა. სალომე ხო არ იღლება და ქალბატონმა ქეთიმ თქვა ერთი არჩეულებრივი ფრაზა, სანამ სტუდია გათიშული იყო და ნანიკოს უსმენდით, რომ ისო რას დამჟარხართ აქო ხალხი ოფსიდეს იყო და ადექი წამოდით რა დროს გადავიდა. ისე არ არის მაგაში, რას არის და ესე იგი საქმისთვის რა. ეხლა ჩვენ წესით ახლა ყირაზე დავდიოდით. იარეთ მე რა, ხო. არა, პარტნიორი არ ამყავს და პარტნიორია რო. არ ხუმრობ, რა ხუმრობ, მართლა ამნერვიულდი ახლა და გიშვებთ ახლა, იმიტომ რომ თქვენს ივარჯიშოთ, დროს აღარ წაგართმევთ, კეტრინს დავიტოვებთ, მაინც ჩვენი წამყვანია პარალელურად. ცოტა ხანს დავტოვებთ, დღეს კიდე საქმეა. ძალიან მალე გამოუშვებთ კეთის და კეტრინს და კეთის და დუტას და სხვა დანარჩენებს გიშვებთ, განთავისუფლებთ, შეგიძლიათ უკვე რომ წახვიდეთ და დაგაკავდეთ თქვენი საქმიანობით. გაჩვიდრე. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, არ გადართოთ. ნანიკო, როგორი მაგარი გოგო ხარ, ესე იგი მოასწარი გადარბენა, იქ ყველაფერი გააკეთე, გვაჩვენე, გადმოირბინე, იცეკვა და აგერზი ხარ ახლა. მაგრამ არ შემიძლია არ გიამბოთ ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ. ერთია, რასაც ხედავთ ეკრანზე და მეორეა, რასაც შენი თვალით ხედავ, რასაც შეიგრძნობ აი ამ მასშტაბს, აი ამ კიბებს. კოსმოსში იგი ბრიტანეთში თავი? არა მარტო ბრიტანეთში, აი ეს სტრესი ვიგზენი, ადრენალინი, კარგი ადრენალინი, კარგი სტრესი, რომელიც ცეკვის წინ გექნება შენც და ყველა იმ მონაწილეს, რომელიც 22 საათზე რა. აი კინაღამ გული წაუვიდა, უცებ ისე ინერვიულა. კი, ცეკვა ხო არ მოგინდა? მომინდა ცეკვა, ჟიურის მაგიდას რომ უყურებდი. არ გძინებია გუშინ ღამე არავის. არავის დღეს ღამე quick-step-ით რაღაცა ესე ვიღვიძებდი ნახევარ საათში ერთხელ. მაგრამ ღირს ყველაფერი ამად მართლა საოცარი დარბაზია და ჟიური ცარიელი მაგიდას რომ ხედავდი გული მისხდებოდა მეთქი ერთი ვინმე გამაკრიტიკო. ძალიან მომინდა ცეკვა, თან ის ბიჭი რომ მეცეკვა ანას მეწყვილებ. გამიგია რომ ვარსკვლავი მეცადინეობს თავისთვის მარტო, მაგრამ პროფესიონალი მოცეკვავე მარტო რო იდგა და თავის რაღაც ნახას გადიოდა. ეგ არის პროფესიონალი. ისე ნანიკო, შეგიძლიათ ცეკვებს შუა ფორმა გაქვს, რაღაცა წახვიდე და ხო გაქვს ცეკვი ისინი კოსტიუმები შეფერე დაიწყო, გამომეფეშიასრულო ხოლმე. მე მიდია ეხლა თან ხო ვართ ყველა გამოწყობილები რაღაცნაირად და პატარა რაღაცა მქნათ ეხლა აქ სტუდიაში. ვაი მე რა შევაზობ კეტრინ? მოიცა ერთი წამი. იქ რასაც ადვილი. რასაც გაწვალებენ ჩვენც უნდა გვაქვს. არა, ეხლა მაგას არ გაცეკვა. ავდგეთ? ხო, აბა მოდი ერთი წამი. დედა. რამე ისეთი და აი. ჯერ შენ გააკეთე, აბა. ეგრევე აუღოთ ალღო. ანუ აი მაგალითად აი მარჯვენა ფეხით და ხელი ასე? ჯერ მიყურეთ და მე ჯერ გიყურებთ შენ, მინდი ჯერ შენ გააკეთე. 3 4 წინ უკან 3 წინ. ანუ მარჯვენა ფეხი იწყებს. ანუ ორ-ორ ჯერ. მარცხენა ფეხი
ნახტომი წინ, უკან, 3 წინ. ადვილია. ადეთი ნუ მე მგონი დამამახსოვრდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 9 თუ არ არის ცეკვაში. ვაზე დავწუდე. მე ახალ დავჭერდეთ. 2 3 4 5 6 7 8 ეგ არის. აი ეს მოდით ახლა ერთ წამი აბა მატარებელი. ახლა ჩაები. სტეფნო შენ? აი მე გიყურებ ჯერჯერობით. ადვილია გიყურებთ მაცალე არ მინდა. მოდი წეგან არ მეუნებოდი, აბა ნახე თუ არ შემიძლიაო. მოდი დადე. ისე ცეკვა, მე არ მიყვარ. მე არ მიყვარს ხვის დაკრულზე ვაფშე ცეკვა რა. მოდი. აქ წყვეთ მე. ვეზდება უძრაობა გააკეთე მარტო. მარჯვენა 2 3 4 ნახტომი წინ. უკან 3 ნახტომი წინ. ოი მარტო. ეს ვერ უნდა გააკეთო ეხა. ამ ხელა ისტორიკოსი ხალი ხარ? როგორ? აი მოდი აქ. მოდი შენ. რიცხვეცადინეობ. მარჯვენაფერი დაიწყე. მარჯვენათი. მე გამანებენ ქუსლი წვერი? 2 ხო? ქუსლი. წვერი ბაკ. ნახტომი წინ. მერან უკან 3 ნახტომი წინ 1 2 3. ხები ერთად ჩაი. ეხა ჩაები კადრი ხო? ჩაებით ეხა ერთი წავებით. ნანა მოდი. მოდი ჩემი ნანი. სტეფნო გადაწყვიტე ეხლა რა. არ მინდა კაცო გამანებენ თავი. მოდი იხტუნავ ერთი. ვა ეს ვინ არის რა? თან უნდა თან არა. ლამაზები, ახალგაზრდები, ასეთი მაინც დაუკარი რომ. აუ რა? ჩემი მუსიკა. აი ეხლა მე მივხვდები რომელ მუსიკაზე მოერგება. ჩემი ცისანა მიდი მუსიკა. ჩუ? ეგ არის? მოსმინეთ? მარცხენა. ნახტომი წინ. უკან. 3 მარჯვენა. 1 2 3 შაი საცემი ხარ. არ შემილი. გამოდის? უკან? ვაი მე რატო გამოგვირთეს? კარგია. ეგ არის. კარგია. გორეპეტიციებენ მე მგონი. არა, იცი რა, უკვე სამხედავი კადრი რო იყოს, ვინმე რომ შემოვიერთოთ ის კადრი ხეხი საგჭირდება. ძალიან არ ამოძრაობა ადვილია. კაი. ახლოს. ვინ არა ხარ? ცოტანი ვარ. ასათიანის კადრი არის საჭირო? ეხლა მომისმინეთ. ასათიანის კადრი არისო საჭირო? მუჩიკა მარაო. მოიცადე, ეს არის ერთი წამი მაცალეთ, ეხლა მაგარი რამე მოვიფიქრე. რატო უნდა მივიღოთ სიამოვნება მარტო ჩვენ ცეკვიდან, როცა შეიძლება მთელი იმედი ჩავრთოთ ამ ბავშვში. აი ეხლა გამიშვი. ამას შენ თუ მოახერხებ თორე? მე მოიცადე. ცეკვა არ ვითხოვოთ და ეხლა დარჩენი პრობლემა არ არის. ჩართე მატორი. აბა ეხლა ვინც აღარ ხართ ჩართვისთვის საჭირო. ასათიანი, come on. მოდი ძვირფასო, მოდი. ჩაები დათო. მეორე კამერა გამოირთო და ასათიანი მოდის საცეკვაოდ. დაიმახსოვრე დათო. ეხა ჩემი ბედი რო ვიცი ვარ. ჩემი ბედი რო ვიცი ბებერი უნდა ბებერი. წავედით, დაეწყეთ ეხლა ბიჭი ამეცადინეთ ჯერ. იცის. მარჯვენა ფეხით დად. უყურეთ. დათო კი არის შენი ახალგაზრდობის ცეკვა. მარჯვენა გეცოდინება ხო დათო? მუსიკას მოგცემთ? მუსიკა. აბა მუსიკას უსმინეთ ყურადღებით. აბა. სად ვიწყებთ? პამ, წავიდა. აბაჰე. ნუ ხტუნაო. აი ესე უნდა შემოვიაროთ მთელი იმედი. წავიდა. მე გაგასწრებ წირო იქ შემოვყარო ხალხი. კეტრინ, უფრთხილდები გოგო. დანარჩენებს. მომდივარ, მომდოდეთ. ჩარა, გოგოებო, ჩარა. ერთი. იმედი. დავე. აბაჰე, გამოდი მოემზადეთ, იშო.
მოვიდე.